ალაზანში მანქანა გადავარდა. თვითმხილველების ინფორმაციით მდინარის მიმდებარედ გზის მონაკვეთი ჩაინგრა და ავტომობილი ჩაიყოლა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხმაური იყო საქალაქო სასამართლოში. მანდატურის სამსახურის წარმომადგენელი ნიკა კაციას ოჯახის წევრებს დაუპირისპირდა. მათ პროცესზე დასწრების უფლება არ მისცეს. ხმაური გაგრძელდა სასამართლოს შენობის გარეთაც. სასამართლომ ნიკა კაცია პატიმრობაში დატოვა. მას დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა შენახვას ედავებიან. ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის პროცესს ევროპული ქვეყნების ელჩები ესწრებიან. სხდომაზე დასასწრებად საგანგებოდ ჩამოვიდა ავსტრიელი ევროპარლამენტარი ლენა შილინგი. საქართველოში რძისა და ხორცის წარმოება შემცირდა. მონაცემებს საქსტატი ავრცელებს. სტამბოლში უკრაინა-რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებები დაიწყო. რუსული მედიის ცნობით, უკრაინასთან მოლაპარაკებები ორმხრივი იქნება. რუსეთში სანთლების ქარხანაში აფეთქება მოხდა. ძიმედ დაშავდა 3 ადამიანი, ერთი კი ნანგრევებში ამოყოლილი.